პატივცემულო ჯეი ამ თამაშს ქვია ესე დავარქვით სპეცჩართვა. შენ ჩოულ ამპლუაში გაიჭითები, ასე ვთქვათ, სადაც ექსტრემალური ვითარებები ხდება და შენ უნდა ჩაერთო და ჩვენ უბრალოდ ფრაზებს შემოგაშველებთ. კეთილი. გავამხნევოთ. გადაეცი ჩვენი მიკროფონი. აი შენთვის ეს უცხო არ არის შენი ხმალი, შენი ექსკალიბური. აბა, წარმატებები მისურვე. აჰა, წარმატებებს გისურვებთ. დავიწყოთ. ეთერში ხარ? ესე ხო გეუბნებია ხოლმე. დიახ, 56 საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთის გატაცება. ჩვენ როგორც ვიცით, ვიღაც ტრიპაჩმა ეს საარჩევნო ყუთი მოიპარა, თუმცა ადგილზე მოსული პოლიციელებიც ამას ვერ ამტკიცებენ. როგორც ჩვენთან წყარო იტყობინება, ზუსტად ამ ქურდს, ვინც საარჩევნო ყუთი მოიპარა, მას თან ჰქონდა ნასოსი, არ ვიცი ამ ნასოს რისთვის იყენებდა, ალბათ გზაში დაჭირდებოდა სავარაუდოდ. და მე როგორც ასევე შემატყობინეს ამასთან დაკავშირებით, ადგილზე როგორც კრიმინალისტები მუშაობენ და აღმოაჩინეს ამ საარჩევნო ყუთის მოპარვის შემდეგ ადგილზე ლულა ქაბაბიც იპოვეს, ალბათ შეჭამა კარგად, როცა დაანაყდა იმის მერე ადგილიდან უკვე გაუჩინარდა. ასევე ნაპოვნი ადგილიდან ურო, არ ვიცი ურო თუ რას აკეთებდა, უროს გარდა არ ვიცი კიდე მე მგონი ადგილიდან სხვა რაღაცებიც აღმოჩნდება. არ ვიცი კიდე ბევრი რამე შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ იქ ადგილზე რა შეიძლება იპოვონ, იმიტომ რომ კრიმინალისტები ძალიან დაძაბულ ვითარებაში მუშაობენ. შესაძლოა მე როგორც ერთ-ერთმა ადგილზე დამკვირვებლებმა მითხრა რომ ბატიპოდიც აღმოაჩინონ იქ, იმიტომ რომ ბატიპოდის ასე ვთქვათ ცარიელი ცელოფანი იპოვეს. სადაც ცელოფანია იქაც ბატიბუტია. რა თქმა უნდა. კიდე ადგილზე ვიღაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ყვიროდა ხმამაღლა ტარტაროზი არ ვიცი რატო ყვიროდა ამას. ალბათ რაღაცა ჰქონდა ამისთვის საფუძველი. ცუცული რა არის? ცუცული არის და ცუცულებს. ცუცულებს ხო და ან შეგიძლიათ ცუნცულ. კარგი, სამაგარი ჩართვა გეხვეწებ გააგზებ. სამაგარი ჩართვა. მე ყველაზე მეტად მომწონს რომ ტიპმა მოიტაცა საარჩევნო ყუთი და იქვე ქაბაბი და უროს რო ეფექტა და ბატონს მიაკრა. საჭამა ოღონდ დამკვირვებლებმა თუ კაი არ ცუნცულზე გავჩერდით ხო? ხოდიში მთავარი არხის გუნდი ადგილზე მუშაობს, რომ დაადგინოს ეს გატაცებული საარჩევნო ყუთი. ყუთში ვინ ჩააგდოს სულგუნი, რადგან ჩვენთვის არის ცნობილი, გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გზა და გზა როცა ქურდები, ვინც იპარავდა, არ ვიცი ზუსტად ამაზე საგამოძიებო გუნდმა უნდა დაადგინოს, ვინ მოიპარა, გზა და გზა თურმე ყუთი გახსნილა და ბიულეტენებთან ერთად სულგუნის გამოვარდნილდა. ასევე ჩვენთან ადგილობრივები, ვინც როცა ადგილზე მივედით, მოწმეები და ადგილობრივი დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან იყო რამენაირი, ასე ვთქვათ, ზეწოლას ადგილი ჰქონდა, ზეწოლა ასეთი იყო, ვისაც ჭიპი უჩანდა, შიგნით საარჩევნო უბანში არ უშვებდნენ. ასევე ყველაზე სასაცილო ერთი ამბავი მოხდა, სანამ საარჩევნო უბანი გაიხსნებოდა და სანამ ეს საზარელი ფაქტი მოხდებოდა, ანუ ყუთს გაიტაცებდნენ, თურმე გუნდი იყო, მედუდუკეები იყვნენ მოსულები და დუდუკს უკრავდნენ და ასე ამომრჩევდნენ, ასე ახალისებდნენ. უბანზე რა ხდებოდა? ეს მინდა. ხო, და ყველაზე მთავარის მაყურებელს მინდა შევახსენო, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ადგილზე მოსულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დამკვირვებელს ყურში უჩურჩულა, აქ სად არის სექს შოპი. ეს იყო მთავარი არხის გუნდი, რომელიც თქვენთვის მუშაობდა. მოდი ახლა ავახვიოთ აქედან. ეს იყო სამონათო
ახალი თუ რა ხდებოდა არჩევნებზე წელს. ბიჭო, რა მომეწონა ისი? ყველაფერი ხო არ გაუკვირდა, მაგრამ გაუკვირდა სულგუნი რატო ეგ? ბიჭო, სექს-შოპი აი სულგუნი რა უნდა. 16 უბანზე უნდა ყოფილიყავი. ამ არის აი დამკვირვებელი მან მართლა წავიდე. აი ამის შემხედვარი დამკვირვებლები პოპკორნს როგორ არ შეჭამდნენ. ბიჭო, ყველაზე მაგარი არის, ოდესღაც მე ვარ ნამყოფი დამკვირვებლად არჩევნებზე. ვარ ნამყოფი ორჯერ თუ რაღაც და იქ მთელი ის არის რა. ბოლო ექსტაზში ხარ უკვე ბოლოს ეს ყუთი რო იხსნება და ყველა გასოფებული თავისი ანუ საიდან არის მივლენილი დამკვირვებლად, ხო? ყველა რო იცავს და წარმოიდგინე ამ ყუთს რო ატრიალებენ მართლა ეს პირველად ეს სვივა იქიდან მთელი სიმდიდრე და სულგუნი რო გორდება. საჩანის ხელოფანი. ძალიან მაგრად რო გააყალვა ისე რო სულგუნი რო ჩააგორა. არა, ქაბაბი უფრო საინტერესო იყო. მოვიდა აქ, ადგილზე ჯერ შეჭამა ქაბაბი და გადახედა იქით გადმოხედა აქ. იქანი იბარავდა ყუთრო ქაბაბიც. წარმოიდგინე რა. შემდეგი რა გვაქვს? მეგონი, კარგად გაართვა თავი. სუპერ. ქაბაბის მეგებს იმსახურებს.